Давай, ჩართეთ. მეგობრებო, ეს არის საბჭოთა კავშირის დროშა, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაცია გაანთავისუფლა, ამერიკაც გაანთავისუფლა და ევროპაც. მე მინდა ეს დროშა გაჩუქოთ თქვენ, როგორც სიმბოლი თავისუფლების. ეს თბილისის სტალინის მუზეუმი და სტამბა, სადაც კომუნისტური პარტიის პროკლამაცია ერთად. სტამბაში ნამდვილი საბჭოთა კავშირი დაგვხდა. არაადეკვატური, გიჟური, ავადმყოფი. ჩვენ კომუნისტები და თქვენი დროის მაცხოვრებლები ვქადაგებთ თქვენი მმართველობის სისტემის აღდგენას. ეს იქნება კაცობრიობის მომავლის გაუმჯობესება აუცილებლად. და ხალხსაც მივმართავ ახალგაზრდობას განსაკუთრებით. ირწმუნო სტალინის იდეები, ირწმუნო თვითონ სტალინი. კარგი ამბავი გვაქვს მეგობრებო. კომუნისტურ ფლანგზე დიდი განხეთქილებაა. ბატონ სოსო გოგაშვილს გრიშა ონიანი ნამდვილ სტალინისტად არ მიაჩნია. გრიშა ონიანი მე პირადად არ მომწონს. ამას პირდაპირ ვლაპარაკობ. ონიანი არ არის ქართველი. კი ბატონო. არ არის რა. სტალინი თუ გიყვარს, სტალინის იდეას მიყევი, კაცო. რა თქმა უნდა. კიდევ ორ პირობას შევანაზე საკეთებს, კაცო. გრიშა ონიანო. ონიანო. შენ სტალინისტი არა ხარ. არა ხარ. შენ ნოლი ხარ. ნოლი ხარ, რა თქმა უნდა, კაცო. სტალინის წინამდე გამოდის. რანაირად, როგორ რა თქმა უნდა, კაცო. გაგიკვირდებათ და საქართველოში ამ შეპყრობილებზე უფრო შეპყრობილებიც არსებობენ. მაგალითად, გორში სტალინის მუზეუმის ხალბატონს აქვს ამბიცია რა. აჰა, პაპასაც მოვეფერე. 4 წელია რაც ამ სტალინის სახელმწიფოში დავიწყე მუშაობა, უნიფორმით, ამ სტილით. ვანსახერებ იმ ეპოქის ხალბატონს. 2008 წელს გორში სტალინის ძეგლი რომ აიღეს, ამას მოსახლეობის რაღაც ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რატო აიღეთ სტალინის ძეგლი? რატო არ მოხვედით გორში? ნუ გაყვირით ხალბატონო, რამდენიმე დღის წინ ისევ დადგეს გორში სტალინის ძეგლი. ეს ხელისუფლება ახლა მაგაზე გაწყენინა. სოფელი მოხარულია რა ეგეთ რაღაც ახლა აქ თვითადად ისეთი ხალხია რომ პატივს უწევთ ბელაც და იმ ცხოვრებასაც მოვესწარი კომუნისტურსაც და ემასაც ვესწრები და მაშინ რომ უკეთესად ვიყავით შედარება არ არის. მე საერთოდ არ მიკვირს რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტალინის ძეგლი აღადგინეს. ახლა ნახავთ ვიდეოს თუ რატომ არ მიკვირს? ვიდეო თუ შეიძლება? კატასტროფული იყო და ძალიან მძიმე იყო ის რომ დაინგრა. რამის ნახევარი მსოფლიოს ხელა საბჭოთა კავშირი. ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ საბჭოთა კავშირი აღედგინა. როდესღაც როგორც იყო თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს ყველა მოისროფოდა საქართველოში. აი მსგავსი უნდა შევქმნათ ჩვენ. სტალინის ძეგლი დადგეს ზესტაფონშიც. მისი სურვილი დადგეს ეს ძეგლი? და სახელმწიფო სურვილი იყო ინტერესი თავის სურვილით ხო დადგა და 2015 წელს კი მთლად შორაპნის საკრებულოს წევრმა გადაწყვიტა რომ სოფელში სტალინის ძეგლი დაედგა. ვინცაც ახლა სტალინის პატივს ცემდა უყვარს, გადაწყვიტეს რომ ზესტაფონის საზოგადოებასთან ერთად გადმოებრძანებინათ, რასაც ვფიქრობ რომ აქვს ლოგიკური გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილებად მიმაჩნიათ. ჩვენ კახეთში სოფელ ზემო ალვანსაც ჩავაკითხეთ და კიდევ ერთხელ დავrწმუნდით რომ უმთავრესი პრობლემა სტალინის უსულო ძეგლი კი არაა, არამედ ის რომ აქაური მაცხოვრებლები ჯიუტად ცდილობენ მას სული შთაბერონ.
საქართველოს კი არა, მსოფლიო იხსნა კატასტროფიდან, მსოფლიო. სიკეთე არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. არა აღებინებთ თქვენ მაგას ამბობთ? არა. რა სიზამთ? უარაღით გამოიყვან ხალხსა, იარაღით. ახლა დარღვევები იყო მართალი ის არ იყო ლამაზი 30 წლები, მაგრამ შრომის დისციპლინა იყო. რუსეთი ჩვენი მტერი არ არის? რუსეთი ჩვენი მტერი არა. სამაკვარალი, რაზე უნდა აიღოთ ეს კაცი? ეს ისტორიაა ჩვენი სოფლიოსა, ჩვენი საქართველოსი. რაზე უნდა აიღოთ ეს? რაზე უნდა იდგეს? ვიც აიღებს? მე sis დავღრი მანდ. ეს არის ჩვენი სიმბოლო. რაზე უნდა აიღოთ ეს? ბიძინა ივანიშვილის წამოწყებულმა რუსეთთან დათბობის, უფრო კი დათმობის პოლიტიკამ უამრავ გზასაცდენილს გაუთავისუფლა საინფორმაციო წყარო. გაუხსენით საინფორმაციო წყარო? დაქუჩმაცებული საქართველო გაერთიანეს 4-ჯერ. ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. როგორც ლევან ვასაძე ფიქრობს, რუსეთის გარდა უნდა ვებრძოლოთ ყველას, ლიბერალებს, პროდასალურად განწყობილებს, ეთნიკურ უმცირესობებსა თუ სექსუალურ უმცირესობებს. მით უმეტეს, როცა ამით საკუთარი შეფარული და ვერ განხორციელებული სექსუალური ზრახვების სუბლიმაცია შეგვიძლია. თქვენ მათ შეუგრავთ ხელებს. ერთადერთი თხოვნა მექნება რა. ორ კაციან კამერაში ჩავშლით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. საბედნიეროდ 24 თებერვლის აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობაში მედასავლეთეები არიან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ისინიც, ვინც ნამგალსა და უროს სულ გულით დაატარებენ და არა მარტო ამათი ერთადყოფნა არ დანაშაული? აი ესეთი ხალხისთვის კი 24 თებერვლის უკრაინის მხარდასაჭერი აქციიდან ერთ ახალგაზრდაბიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. გამოსავალი რა არის ამ ყველაფრიდან თქვენ? უნდა გააჯვან. ბოდიში, მაგრამ უნდა გააჯვან.